მოგესალმებით, ეთერშია გადაცემა რეზიუმე სტუდიაში მუშაობს ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი, მოგესალმებით ჩვენს რადიო მსმენელებს და მოგესალმებით ასევე ჩვენს ტელემაყურებლებს, ვინც გიყურებს ტელეკომპანია პალტრანოსის ეთერით, მოგესალმებით ასევე გილოცავ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, როგორც იცით, დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას გულისხმობს დღესასწაულობს და ფაქტობრივად ორ ნაწილად არის დღეს შეიძლება ითქვას საქართველოს გაყოფილი, დილით იყო ხელისუფლების მიერ წარმოდგენილი ასე ვთქვათ საზეიმო ღონისძიებები და საღამოს 3 საათის შუა დღის 3 საათის შემდეგ უკვე საპროტესტოდ განწყობილი ელექტორატი გამოვიდა, აქტივისტები, პოლიტიკური პარტიები გამოვიდნენ ქუჩაში და უკვე საღამომდე ისინი ასე ვთქვათ აღნიშნავენ ამ დღეს 9 საათზე გამოვა მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, მანამდე დილით გამოვიდა მიხეილ ყაველაშვილი. მოკლედ აი ასე ორად გაყოფილი ქვეყანა ხდება წლევანდელ 26 მაისს. დღეს ჩვენ ბუნებრივია ამ დღეზე ვისაუბრებთ, ისტორიასაც გავიხსენებთ და ვისაუბრებთ ბუნებრივია დღევანდელ დღეზეც, მომავალზეც თუ რა გველოდება. ბეჟან ჯავახია, ისტორიკოსი, საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი და ლაშა ტუღუში, ლიბერალური აკადემიის თავმჯდომარე, საზღვაო და ადვებრივი მაუწყებლის ბორდის წევრი არიან ჩვენს სტუმრები. მოგესალმებით. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის და ბატონ ბეჟან, ალბათ გასაკვირია რომ თქვენგან დავიწყებ, როგორც უზენაესი საბჭოს წევრისგან, რომელმაც ფაქტობრივად ამ უზენაეს საბჭომ აღადგინა, ხო, დამოუკიდებლობა 91 წლის 9 აპრილს. აქ ადრე მახსოვს სულ იყო დავა, ხო, 9 აპრილს უნდა აღენიშნებოდეს 26 მაისს, მაგრამ ეხა უკვე საერთოდ სხვა პრობლემები გვაქვს. ვიდრე ეს თუ რომელი დღე უნდა იყოს ჩვენი დღესასწაული. თქვენი ასე ვთქვათ, შთაბეჭდილებით რო გაიხსენოთ მაშინდელი, როცა ამას აკეთებდით ეროვნული მოძრაობა, ითხოვდით დამოუკიდებლობას, აღადგინეს დამოუკიდებლობა და აი ეხლა აღდგენიდან 34 წლის თავზე თუ წარმოიდგენით, რომ კვლავ რაღაც კითხვის ნიშნის ქვეშ იქნებოდა რა გველის მომავალში. დიდი მადლობა მოწვევისათვის და ყველას ვუცავ დღეს, იმიტომ რომ ეს ძირფასი 26 მაისია, იმიტომ რომ მე უფრო ადრე მიყვარდა, ვიდრე ჩვენ გამოვაცხადებდით დამოუკიდებლობას, იმიტომ რომ ეს იყო რაღაცა საიდუმლოდ არსებული დღესასწაული, რომელსაც არავინ არ ზეიმობდა და ვინც ვიცოდით, გვიხარობდა და შეიძლება სადღაც შევკრებილი ვიყავით. რაღაც ესეთი იყო, აი რაღაც სადღაც უწახვალდა სამთელ საათებ შენი გულით. ესეთი დღესასწაული იყო და სხვა ესეთა დარჩება მას არ შეიძლება რამემ გადაფაროს და არც ვარ მომხრე გადაფარვის. რასაკვირველია დამოუკიდებლობა 9 აპრილს გამოცხადდა, იმიტომ რომ ეს მე ვფიქრობ, რომ შეიძლება მე ესეთი ვერსიას დავუშვა, რომ 107 წლის თავი ვამბობთ, იმიტომ რომ დამოუკიდებლობის არა პირველი რესპუბლიკის გამოცხადების 107 წლის თავი, მაგრამ არა საქართველოს დამოუკიდებლობის 107 წლის თავი, იმიტომ რომ 70 წელი შუაში პატიმრობა არსებობდა ამ ქვეყნის და ეს არ სურთ ხელისუფლებებს, განსაკუთრებით 12-დან დაიწყო მისი გადამალვა. შეიძლება არ მოსწონდათ პოლიტიკური ფიგურები და იმიტომაც, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ესეც იყო რუსეთის ნაკლებად გაღიზიანება, რომ ოკუპაცია არ დაუშვა, აი როგორც ოკუპაციის მუზეუმთან დაკავშირებით, ხო? მაგრამ ხო, მე ჩემი გასახსენებელი იცით რა არის დისტანციურად სხვა ჩანს. ის რაც მე უნდა გავიხსენო, ვიდრე იმ დღეს ვიყავი განწყობილი ასეთი რამისთვის. აი ხა გუშინ უსმენდი ბატონ ზვიადის სიტყვებს 26 მაისს და იმ შემთხვევაში ძალიან დამდგუნველიც იყო, იმიტომ რომ ერთი ტექსტი, რომელიც იქ ითქვა, რაღაცა გზაგამყოფი იყო იმ საზოგადოებაში, რომელშიც ჩვენ ცხოვრობდით და ძალიან ბევრთან შეგვიებულებიც ვიყავით, არა? მოგწონდა კიდევაც ბევრი ინტელექტუალად გვეჩვენებოდა, ან სახედ გვეჩვენებოდა, ან ისტორია სხვას გვასწავლიდა, სხვა სისტემაში ვიყავით, იმიტომ რომ არ არის ესეთი მარტივი. ნახეთ, მე ამ დღეებში ფიქრის შემდეგ ერთ ამას მივახციე, რომ 26 მაისს იმიტომ მიყვარს განსაკუთრებით, რომ პირველი შემთხვევა მთელი ამ მე-19 საუკუნის განმავლობაში, როდესაც პარტიამ გაბედა და თქვა უნდა დამოუკიდებლობა. წინააღმდეგ შემთხვევაში ილია ჭავჭავაძიდან მოყოლებული დღემდე ხოდემხოდ თვით გამორკვევას ითხოვდნენ. ანუ ავტონომიას რუსეთის შიგნით, ანუ რუსეთი იყო მათი წარმატების ნიშანი. გეოპოლიტიკამ შეცვალა ხო მე ყველა. რასაკვირველია, ამიტომ ეს არ არის ესეთი და სხვა შორის მეორე მხარეა, იმიტომ რომ ქართული არისტოკრატია
ძალიან იყო რუსულ არისტოკრატიასთან შეწყული, რუსეთის ხელისუფლებასთან, იმიტომ რომ ისინი ძირითადად სამხედრო, როგორც ყველა არისტოკრატია სამხედრო ძალას წარმოადგენდნენ და იქ რუსეთის წარმატებებს თავიანთ წარმატებებად აღიქვამდნენ და ამდენად ეს პრობლემები არსებობდა. იგივე პრობლემები ჩვენ დაგვიდგა 92 წელს, უბრალოდ ამ შემთხვევაში უკვე ქართული ინტელიგენციის და ნომენკლატურის სახელით, რომელსაც ასევე საბჭოთა კავშირს მიაჩნდა თავიანთი წარმატებები. ჩვენ ხო არ ვიცოდით კინის გადაღმა, ფარდის გადაღმა, რომ ქვეყნები ვითარდებოდა. ჩვენს განვითარებას ხედავდით, თქვათ, ოქტომბრის რევოლუციიდან აქეთ რომ რაღაცა ქოხიდან სახლი აიშენეს და ხალხი ამ წარმატებებს რუსეთს მიაწერდა და რაღაც ესეთი ფორმები. ამიტომ ეს პრობლემები ამიტომ გაჭირდა ამ ქვეყანაში, ნოე ჟორდანიას წერს ამას, რომ ჩვენ ვერ შევქმნით ანტირუსული ნიადაგი, იმიტომ რომ ეს მოქმედება საზოგადოებას. ამას გარდა სოციალური თანასწორობის პრინციპი, რომ სოციალისტები გააჩნდათ. ან მათ საყოდროდნენ ესეთ რამეს, რომ სოციალ-დემოკრატებს თქვენ გაქვთ ურთიერთობა გერმანიის იმპერიალიზმთან. და როგორ ახართ თქვენ სოციალისტები, თქვენ უღალატეთ მენშევიკებს, თქვენ უღალატეთ რუსი მენშევიკების საყოდროდ. ამიტომ პრობლემა ძალიან რთული იყო მუდმივად, ამიტომ მე ნამდვილად არ მიკვირს, უნდა გამოთქვა რომ მიკვირს, მაგრამ არა, ასე არ არის. აი დღეს ხო მერაბის დაბადების დღეა კოსტალას და მერაბმა გითხრა სხვა თვალაფერ ყველა ვიცოდით რომ გამოვაცხადებ დამოუკიდებლობას რომ მისი დაცვა დაგვჭირდება ყოველ დღე. ეს იყო. აი ახლა ჩემი პირველი გაოცება ის იყო რომ ჩვენ რომ დამოუკიდებლობა გამოვაცხადე და მეორე დღეს ვიღაცები მოგვადგნენ და გვიცხეს რომ ესე არ არის, არ გვინდა თქვენი გამოცხადებული დამოუკიდებლობა. ამას მეგონა რომ ყველას ეს უნდა და ოცნებობდა ყველა ამის შესახებ, მაგრამ 30 წელი არც ჩვენ სახელმწიფო 30 წელი გაყოფილი იყო პრინციპში საზოგადოება. მაშინ ყველა დაყოფილი იყო 1921-ში, 1918-ში, 1978-ში და ყველა დროს და დღეს კიდევ უფრო დაყოფილია. თქვენ როგორც ხართ, ანუ მე რო ვთქვა რომ გაკვირვებული ვარ, არა, იმიტომ რომ სახელმწიფოს დაცვა ჭირდება, რუსეთის იმპერია აქვე არის, მას არ სურს თავის საზღვრების დათმობა და არასდროს არ დაუწმია სხვათა შორის, აი როდეს რაც კი ნახეთ, საიდან სად არის გადაჭიმული და ჯერჯერობით აი საბჭოთა კავშირი დაიშალა, მაგრამ ყველას ეპოტინება და ყველგან აი პირდაპირ ომი აქვს თავის სრულიად მოძმე ერთი ყველაზე ახლობელ ადამიანთან უკრაინას. ამიტომ გასაოცარი ჩემთვის ის არის რომ და ყოველთვის არის ეს რომ შეიძლება იყოს მეხუთე კოლონა შენს ქვეყანაში. ხომ? რომელიც რუსეთის მხარდამჭერია და რუსული. აი ყველაზე მძიმე ჩემთვის ამ სიტუაციაში არის ის რომ თვითონ ხელისუფლებამ გამოაცხადა რომ ევროპიდან მოდის. ხომ? თვითონ შეიტანა კონსტიტუციაში ის მუხლი რომ 72 მუხლის ხო, მეც ვიხსენებდი დღეს პოსტი დავწერე დღევანდელ დღესთან დაკავშირებით და ხო 21 წელს დასავლეთის ინტერესი ისეთი მყარი არ აღმოჩნდა ჩვენს რეგიონში, ხო? იმიტომ რომ გერმანია, გასაგებია ხა პირველ მსოფლიო ომში დამარცხდა და გავიდა ამის გამო, მერე ინგლისი შემოვიდა, თითქოს ინგლისს ჰქონდა ინტერესი, მაგრამ საბოლოოდ აღმოჩნდა რომ არც იმას ჰქონდა ისეთი მყარი ინტერესი ამ რეგიონში და იმანაც დაგვტოვა და როგორც კი დაგვტოვა, ეგრევე დავკარგეთ დამოუკიდებლობა და ეხლა სიტუაცია არის შეცვლილი, რომ დასავლეთს აქვს მყარი ინტერესი, არა მარტო ევროპულ ქვეყნებს, ინგლისს, გერმანიას, არამედ მთელ ევროკავშირს და ევროპას, პლუს ამერიკას, რომელსაც მაშინ ვერც იოცნებობდნენ პირველი რესპუბლიკის დროს და ეხლა ისე აღმოჩნდა, რომ ყავს ხელისუფლება, არასდროს არ ქონია. ასეთი მხარდაჭერა. ეხლა აღმოჩნდა, რომ ყავს ხელისუფლება, რომელიც მაშინ თუ დასავლეთმა თქვა ჩვენზე უარი და დაგვტოვა რუსეთისთან პირისპირ, ეხლა ხელისუფლება ყავს, რომელიც 26 მაისს ამბობს რომ დღეს ვართ ყველაზე უფრო მეტად დამოუკიდებლები. იმიტომ რომ დასავლეთთან და ამერიკასთანაც ვართ დაპირისპირებული. აი ეს ყოფილა თუმცა ყველაზე დიდი დამოუკიდებლობა. ანეკდოტი ის არის, ამას ამბობს რომ ასეთი სუვერენული, ამას ერთ-ერთმა დეპუტატმა თქვა და იმ დღეებში იყო რომ სოხუმში გახსნეს აეროპორტი და რუსული ციფრნაირები დაფრინდნენ, ხო? ესე იგი მათთვის ეს ტერიტორია არის, მათთვის სუვერენული არის, მათი და ისიც კი არ არის, მათი ფულის ქისა. რუსისაც იბძია როგორც ჩანს, მაგრამ იმასაც კი ემუქრება ესეთი დამოუკიდებლობა. ბაშა, შენი შეხედულებას უნებრივია შენს გახსოვს ახლა ის პერიოდი, ხო, როცა დამოუკიდებლობა აღვადგინეთ 91-ში და ნუ ამ მოყვები ამ ყველაფერს შენი თვალით ხედავ, რაც ხდება და როგორ ვითარდებოდა და როგორ ფიქრობ, ანუ რუსეთთან ჩვენ დღეს რა თუ დავრჩევით მოკავშირეების გარეშე თქვათ ევროკავშირის გარეშე, ამერიკის გარეშე, ეს ნიშნავს იმას, რომ ასეთი დამოუკიდებელი არასოდეს არ ყოფილვართ. მე მგონი პირიქით არის რა, ჩვენ პირველ რიგში მინდა მივულოცო ჩვენს ხალხს დამოუკიდებლობის დღე, ძალიან მნიშვნელოვანი დღე არის. და მე მედი მაქვს და დარწმუნებული ვარ, რომ ამას ჩვენ ყოველწლიურად გავაკეთებთ მომავალში, იმიტომ რომ საქართველოს ვერავინ ვერ
წაართმევს ამ დამოუკიდებლობას, ხალხს ვერ წაართმევს ამის განცდას ყოველ შემთხვევაში, ხა ეს ჯერა და ვიცი რომ ამ ბრძოლას ჩვენ მოვიგებთ. თუმცა საფრთხეს ქმნის ის პოლიტიკა დღეს რომელიც ხორციელდება აი ამ ხალხის მიერ რომელიც თulis რომ ეს არის ხელისუფლება. რას გულისხმობ საფრთხეში მათ ისინი ანგრევენ ყოველდღიურად იმ ხიდებს რომელიც შენდებოდა წინა პერიოდში რომელიც უნდა საქართველოს მოქალაქეების ძალიან დიდ უმრავლესობას და ყველა ასე ვთქვათ გამოკითხვა აჩვენებს რომ ეს 80%-ს ცდება პოლიტიკა რომელიც არის მიმართული იმისაკენ რომ და ის ასე ვთქვათ პროპაგანდა რომელიც არის მიმართული იმისაკენ რომ შექმნან აქ დასავლეთის როგორც ტრის ხატი არის ყველაზე დამღუპელი ამ ქვეყნისთვის, იმიტომ რომ ჩვენ ვართ იმ სივრცის ნაწილი და ამის ასე ვთქვათ გაფორმება არის ამის საჭირო შრომა, საჭირო რომ ჩვენ სტანდარტები დავუახლოვდეთ და ჩვენ გავხდეთ თუ გვინდა რომ გადავრჩეთ ევროკავშირის ნაწილი რა თქმა უნდა ნატოზე არ ვსაუბრობ, იმიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, მაგრამ ევროპა არის ჩვენი სივრცე. ქართველები, საქართველო, პოლიტიკურად ქართველები. ხო, აი ასე სიტუაციას წარმოვიდგინეთ, რომ ევროკავშირი და დასავლეთი იქნებოდა მზად, ჩვენ სულ იმას დავწერით, რომ აი 1921 წელს როგორ დამიგვატოვა ინგლისმა და არ აინტერესებდა ეს რეგიონი და ჩერჩილმა რომ თქვა რომ რაში გვაინტერესებს ახლა კავკასია და ასე შემდეგ და ეხლა აღმოჩნდა რომ ევროპა აქეთ გვეხვეწება რომ ევროკავშირში შემოდითო და ჩვენ რაღაც პრეტენზიები გვაქვს ამ თასთან დაკავშირებით. დიდი ეხს ვითრევთ მარტივად. დიდი ევროპა ახლა მოდი ცოტა ისე შევხედოთ მაშინ ისტორიულ ჭრილში შევხედოთ ამას იმ დროსაც და ამ დროსაც ორივე შემთხვევაში იყო დიდი კრიზისი, გახსოვთ, მაშინაც დაიშალა რუსეთის იმპერია, იმიტომ რომ წააგეს ომი პირველ მსოფლიო ომის დროს დამარცხდნენ სასტიკად და დაიშალა. რუსები გავიდნენ ასე ვთქვათ ომიდან. დაიშალა მერე მოკლე პერიოდში დაიშალა ეს იმპერია, გავიდნენ, იმიტომ რომ შიგნით იყო რაღაც სიტუაციები, მძიმე სამოქალაქო ომი და დაიშალა ბევრი იმპერია დაიშალა. ჩვენ დავასწარეთ დამოუკიდებლობის გამოცხადება, მაგ დაშლას ამ აღმოსავლეთის ევროპის ქვეყნებმა უფრო გვიან გამოაცხადეს დამოუკიდებლობა, ბულგარეთმა შედიოდნენ. ჩვენ დავასწარეთ პრინციპში. დაშლაში არ გულისხმობ გამოცხადებას, ფორმალურს, მე დაშლაში გული რუსეთის იმპერიის დაშლაში ვთქვა, ფაქტობრივი პროცესი მზადდება. რევოლუცია უფრო მეტად იქ რაც მოხდა. ხო, ნუ მაგრამ ეს იყო რუსული იმპერიის დაშლის პროცესი, იმიტომ რომ ну, ახლა არ დავიწყებ ის რაც კერენსკის და დეტალებში არ შევალ, უბრალოდ რუსეთი ფართო ისე რომ შევხედოთ, იქაც დაიშალა საბჭოთა კავშირის დაშლა, საბჭოთა კავშირის რუსეთის იმპერია იყო სხვა ფორმით, რაღაცა სოციალისტურ, მარქსისტულ, რაღაც სტალინისტურ, ლენინისტურ რაღაც იდეაზე დამყარებული რუსული იმპერია, რომელიც ასევე დაიშალა ორივე შემთხვევაში ჩვენ მივიღეთ, ასე ვთქვათ, მოვიპოვეთ, ვიბრძოლეთ, იქაც რაღაცა დოზა, იქაც ახლა რომ ძალიან შევყვეთ თემას ილიას თაობას, რასაც უძახით, ის ძალიან დიდი თაობის იბრძოდა, მივიღეთ იმისა, რომ ვერ წარმოედგინათ დამოუკიდებლობა. მათ, იცი რა, მე ეგეც სხვა შორის სადისკუსიო თემა არის, როგორ წარმოედგინათ მათ საქართველოს. ფაქტია, რომ ილია ჭავჭავაძეც კი, ილიაც კი ითხოვდა ავტონომიას და არ ითხოვდა დამოუკიდებლობას. იმ პერიოდში ხა საქართველოში შეიძლება ვიღაცა ითხოვდა ავტონომიას. 91-12-ში ისიდგა ეგ პრობლემა. მე მახსოვს უნივერსიტეტში დისკუსია იყო ასეთი. ჯერ ასე თქვეს რომ ჯერ უნივერსიტეტის ავტონომია მოვიპოვოთ და მე მოვიპოვოთ დამოუკიდებლობა. და კი ესეთი რამ გახსოვთ რომ ესეთი დებატი იყო ვითომ რომ ჩვენ თქვით ვითომ რომ ჯერ დამოუკიდებლობა და მე დემოკრატია. ისე ჯერ შეიძლება დავყრობილ ქვეყანაში დემოკრატია იყოს, ხო? მაგრამ ჩვენ კი არ გვითქვამს რომ ჯერ ჩვენ თქვით რომ დავყრობილ ქვეყანაში არ იქნება დემოკრატია, ამიტომ ჩვენ უნდა მოვაპოვოთ რომ საზღვრები ვიცოდეთ, სადაც დავამყაროთ, ხო? მაგრამ ნახეთ, დებატები ესეთია, იმათ ხვეს რომ ჯერ დამოუკიდებლობა მე დემოკრატია, ანუ მათთვის თავი პრინციპია. დემოკრატია სულ იჩაგრებოდა ჩვენ. ხო, არა, დემოკრატია ყველა ქვეყნის სახელმწიფოს ინტერესების დროს, დემოკრატია შემდეგი ეტაპია სახელმწიფოს ინტერესებია. აი, მანდაც რო ვამბობთ,
ნაციონალიზმის საერთოდ ნაცია ერი თუ არ შეიქმნა სახელმწიფო ისტორიასაც კი სახელმწიფო ის ეგელიაზე ამბობს რომ ისტორია არის მაშინაც არის სახელმწიფო. რა თქმა უნდა, ლაშას ავასრულებინოთ ეს აზრი. ხო, თუ გავაცნობთ. ესე იგი, რის თქმა მინდა, რომ ორივე დრო რაღაცით გავს ერთმანეთს, დაკავშირებულია ჩვენ დამოუკიდებლობა რუსეთის იმპერიის დაშლასთან და ეს როდესაც მათ დაიწყეს აღდგენა, ხო, საბჭოთა რუსეთმა, ლენინმა დაარღვია რაღაცა, ჩვენთან დადებული ხელშეკრულება და მოახდინა საქართველოს ოკუპაცია, ანექსია, მიერთეს რაღაც პროცესები გაიარა იქ რთული, მაგრამ ფაქტია, რომ საქართველო გახდა ნაწილი, დამოუკიდებელი საქართველო გახდა რუსეთის იმპერიის ნაწილი. უბრალოდ იმას ერქვა საბჭოთა კავშირი. ეხლაც მსგავსი პროცესი მიდის რუსეთში. პუტინის რუსეთი არის გზაზე აღადგინოს იმპერია რუსეთის რა. დაიბრუნოს ის თავისი ჭკუით, ანუ მიწების დაბრუნება ეს ხო მუდმივი პროცესია და მით უმეტეს იმპერია არსებობს მაშინ, როცა ის ფართოვდება, მისთვის ეს არის რაღაცა მარტივი მოცემულობა, ხო? ეს აქსიომა, თუ იმპერია არ ფართოვდება, ეს იმპერია აღარა, ის ინგრევა, იშლება და ან გარდაიქმნება, ან გაქრება, ხო? დღეს ეს ომი უკრაინაში რაც წარმოებს, ეს არის რა, ეს არის აღდგენის ომი, ის ყველაფერი, რასაც იძახის პუტინი, ვითომ ეშინია ნატოს გაფართოების, მისი უსაფრთხოება, იმის ქვეშ არის გარკვეული რისკების ქვეშ და რაღაც ეს ყველაფერი არის მოგონილი იმისათვის, რომ გაიმართლოს თავის ხალხი დააჯეროს, რომ აი ჩვენ გვემუქრება დასავლეთი გვებრძვის, დასავლეთი მტერია და მათ უნდათ, ასე ვთქვათ, ჩვენთან აქ შემოიჭრან სიახლოვეს და რაღაცა დაგვიმყრონ და დაგშალონ და ასე შემდეგ და ბევრი, ასე ვთქვათ, მიზანი აქვს ვითომ და დასავლეთს, მაგრამ რეალურად პროცესი არის ამის საპირისპირო. რუსეთი ცდილობს აღადგინოს თავისი იმპერია. საქართველოში და ეხლა რატო თქვი მე ეს ეხლა ისტორიაზე რატო საუბრობ და რატო ლაპარაკობ დღეს ამ პუტინზე, ხო? და სხვა შორის ეს სტალინის რეინკარნაცია, ნეოსტალინიზმი და რაღაც ეხლა იქ თელის მიდის. ძალიან ისეთი რთული პროცესი არის ზოგადად დანარჩენი დემოკრატიული სამყაროსთვის, მაგრამ ეს ხელისუფლება ეგრეთ წოდებულს არ ქმევა ამ ეს ხელისუფლება ეგრეთ წოდებული რას აკეთებს იგივე პარადიგმებით ოპერირებს იგივეს ლაპარაკობს რასაც ლაპარაკობს რუსეთი იღებს ანტიდემოკრატიულ კანონებს ესენი იღებენ ანტიდემოკრატიულ კანონებს რუსეთი ქმნის დასავლეთის როგორც მტრის ხაზს ესენი ქმნიან დასავლეთის როგორც მტრის ხაზს და საბოლოო ჯამში ეს რას სადამდე მიგიყვანს ხო საბოლოო ჯამში ეს რას გავს ეს პროცესი რა არის ხო ეს პროცესი არის ის რაც ითქვა უნდა ამოიძირყოს ყველაფერი რაც არის და არა რუსული სივრცისთვის პოლიტიკური სივრცისთვის ორგანული და ეს რა არის ეს არის შედეგები კარგი თუ ცუდი რაღაც მეტნაკლებად დასავლური რეფორმების ეს არის რეფორმები მაგალითად განათლების სისტემაში ბოლონიის პროცესის წევრი ეხლა ხო დაანონსეს ახალი განათლების დიდი რეფორმა რომელიც რას ნიშნავს რომ დასავლური მოდელები რაც არის ყველაფერი გახვეტო ეს რას ნიშნავს ნიშნავს პოლიტიკაში პროცესი ერთპარტიული პარლამენტი უნდა ყვავი რაც არის და ვიღაცა ხელოვნური დასული ნიშნავს ეს სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობის და მაგაშია საქმე რომ სუვერენიტეტი არის სუვერენიტეტია ასევე რუსეთშიც ხო სუვერენული ასე ვთქვათ დემოკრატია რასაც ამბობენ ზუსტად ეს არის სადაც ფსევდო პლურალიზმია და რეალურად ერთი პარტიაც არ არის იქ არის ერთი ადამიანი ვიწრო ჯგუფი რომელიც მართავს ამ ხელა ქვეყანას იმიტომ რომ რუსეთი არის დიქტატურა და შენთან რა პროცესია გამოხვეტა პარლამენტიდან იძულება ოპოზიციის მათი ლიდერების დაპატიმრება მედია დამოუკიდებელი მათ შორის ზოგიერთ შეიძლება პარტიებთან აფილირებული მაგრამ ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი მედიების დანგრევა სამოქალაქო საზოგადოების დანგრევა დაჭერა ახალგაზრდების რომლებიც პროდასავლური არიან და სტუდენტებიდან მოყოლებული მთელი ელიტების რომლებიც ელიტების ახალგაზრდა ელიტების წარმომადგენლები სხვადასხვა სფეროდან მსახიობი რა ვიცი იურისტი ჟურნალისტი ასე შემდეგ
ჟურნალისტის დაპატიმრება, რომელიც პირველად მოხდა, khali ჟურნალისტი დაიჭირეს და რაღაც, ეს არის ანუ დაახლოებად იმ მოდელთან, რაც არის რუსეთში, რაც არის ბელარუსში და რაც არის აი ამ რუსული დიქტატორული სისტემისთვის დამახასიათებელი. ეხლა რა პროცესი და ამიტომ არის რომ ყველა სიტყვა რომელიც ვითომ პატრიოტულია, ვითომ რაღაცა დაკავშირებულია რელიგიასთან, დაკავშირებულია დემოკრატიასთან. ხო, ლაპარაკობენ, ჩვენ გვინდა დემოკრატია, ჩვენ გვინდა ევროპა, ჩვენ გვინდა ასე თქვათ, გავხდეთ რაღაცა თავისუფალი. უკუღმა არის ყველაფერი. მთელი ეს ტერმინოლოგია, რომელიც არის გამოყენებული, არის ფარსი და პროფანაცია. ეს არის 1-2-4 აბსოლუტური პროფანაცია, მათ შორის დამოუკიდებლობა, რომელიც გულისხმობს იმას, ამათი პირიდან გამომდინარე, გულისხმობს იმას, რომ რაც კი შენი მხარდამჭერი, რომელი ქვეყანაც არის, რომელი ასე თქვა სივრცეც შენთვის ორგანულია, დასავლური სივრცეა, ყველა ხელისუფალი, რომელიც დასავლეთშია, გახადოს საკუთარ მტრად, ეს ნიშნავს, რომ შენ დამოუკიდებელი ხარ. მე მგონი ეს ნიშნავს იმას, რომ შენ ემზადები რუსეთის იმპერიაში გასაწევრიანებლად. ეს ამას ნიშნავს, რომ რა გვითხრეს, რომ აი წინა ხელისუფლების ზონა, წინა ხელისუფლებასთან მეც ბევრი პრეტენზია მაქვს და ხა ლაშაცსაც და ხა კრიტიკოსები ვიყავით და დავრჩევით ნაციონალური მოძრაობის კრიტიკოსებად, მაგრამ დღეს პირდაპირ თქვა თავის გამოსვლაში პრეზიდენტმა თუ პრემიერ-მინისტრმა აღარ მახსოვს რომ ან ერთმა ან მეორემ რომ ის 9 წელი ჩვენ და სუვერენიტეტი დაკარგული ქონდა. და აი ეხლა აღვადგინეთ სუვერენიტეტი. ანუ არ ვიცი, მაშინ რაზე ვსაუბრობთ, რომ თუ ჩვენ ლაპარაკობთ იმის შესახებ, რომ ამერიკასთან, ევროკავშირთან თუ გაქვს მჭიდრო ურთიერთობა, მათ აზრებს ითვალისწინებ, მათ კრიტიკას ითვალისწინებ და ასე შემდეგ, ეს ნიშნავს, რომ შენ საქმეებში ერევიან და სუვერენიტეტი დაკარგული გაქვს. დაკარგული იყო და ეხლა აღდგა თურმე სუვერენიტეტი. აი ასე მოგვაწოდეს ეს ამბავი. თქვენ რა სიტყვით მეში? არა, მე ვთქვი, რომ ჩემთვის უფრო მძიმე არა ეს ხელისუფლება. აი თუნდაც რომ როცა ვიცით რომ ერთი დღეს აღულის რაღაც ნაწილი ვნახე ეგრეთ წოდებული რომელიც არ ჩატარებულა 12 წლის განმავლობაში საერთოდ ხომ ძალიან სუსტი იყო რაღაცა ძალას არ აღწევანებდა პირიქით იყო ძალიან სუსტი თვითონ ეს პრეზიდენტის რაღაც ძალიან კარიკატურად გახადა იმიტომ რომ ამდენად არ შეიძლება იმ დიპლომს არ აქვს ესეთი მნიშვნელობა როგორც მეტყველებს როგორც შეუძლია ლაპარაკოს წარმოდგენები ქონდეს პრეზიდენტს ეს ძალიან მძიმეა და მე მგონია რომ ბიძინა მოახდინა ყველაფრის დისკრედიტაცია. ანუ პარტიებს შეუძლია თუნდა მოხსნას, თვითონ შექმნას ოპოზიციური პარტია თუ ჭირდება, ხომ ასე? თვითონ გააუქმოს პარტიები. აი, როგორც ესე ის ასე წულუკიანი ახლა აკეთებს, ასეთი ფორმა არც ტროიკას არ გაუკეთებია. არასოდეს არც ტროიკას, აი ჩვენ ვლაპარაკობთ 37 წელს არ გაუკეთებია. იმ საკითხებს რომელსაც ვძელობენ, ერთი ოპოზიცია უნდა გააკეთოს, ხო ეს კომისია ოპოზიციის არ არის, ხომ? ეს ხალხიც არ არის ოპოზიცია და მეორე კიდევ გამოძიება უნდა ეწარმოებია წინასწარ ამ საკითხებზე, რომელსაც იქ მოყავს ახლა მოწვევები, ხო? გამოძიება უნდა ყოფილიყო და შემდეგში უნდა ხო ესე მსგავსი მათ ხელში ხო იყო საგამოძიებო ორგანოები. ესენი ხო ოპოზიციაში არ უწარმოებენ. ანუ ეს ნახეთ, ყველაზე მძიმე იყო თუ გავსვათ თქვენ რომ როდესაც აი ეს სამხედრო ოფიცრები, რომლებიც ღებულობდნენ, აი თქვათ რაღაც მოღვაწეობას, აი ოკუპირებულ ტერიტორიებს, ყველა გაქრა, ყველა მოკლეს, ხომ? შემდეგში გადაცემა ქართველი იმის საქმეა, რომელიც მუშაობდნენ სხვა ქვეყნებში, ყველას ისია გადასცეს, ხომ? გადასცეს ვინც სად იბრძოდა სოხუმში, აფხაზეთში, ყველა მებრძოლთასია რუსებს გადასცეს, ხომ? აბსოლუტურად ღია ჩანს, რომ ეს არის რუსული რეჟიმი. აი, არაფერი, ნახეთ, თვითონ ყველა შემთხვევაში ამბობენ, რომ ვინც კი მოდის იქიდან, რომ ისინი ამერიკა იმაში ვლადიკავკაზში თუ ახლა ვლადიკავკაზში ხვდებოდნენ რუს ოფიცრებს, თავისუფლად უშვებენ. ნახეთ, არ უშვებენ ამერიკელ და ევროპელ დემოკრატებს, თქვათ, ანუ საზღვარზე რუსებს უშვებენ, ხო? შემთხვევით არც გავრილოვი მომხდარა იქ სკამზე, არც ანუ აქ რამე ეჭვი შეტანა იმას, რომ ეს ხელისუფლება რუსეთზეა დამოკიდებული. სულე წარმოუდგენია მე 2012-დანაც ასე ვფიქრობდი, ავი სამწუხაროდ არც მაშინ იყო ბედნიერი ასე ვფიქრობდი და ახლა მით უფრო დადასტურდა კიდევ უფრო მეტი ტრაგედია ეს ჩემნაირი ადამიანისთვის. ვფიქრობ რომ ჩვენ ამიტომ ვამბობ რომ აი ისეთ აი დემოკრატიაზე მას რატო ვამბობ კიდევ რომ ჩვენ ახლა ისეთ იმის ვქნით რომ ეს ხელისუფლება არ არის დემოკრატიული.
და ეს ბიჭები დემოკრატიის გამო არიან ეს დაპატიმრებულები, ხომ? ან ყველა. მე ვფიქრობ, რომ ეს ქვეყანა არის რუსეთის საოკუპაციო რეჟიმი უკვე ესეთ გარდაიქცა, ხო, ყველა დაპატიმრებული არის რუსეთის წყევით. ისინი დააპატიმრებს მხოლოდ იმისათვის, რომ რუსული რეჟიმისადმი პატივისცემა გამოხატეს. იმიტომ დააპატიმრებს, რომ რუსეთი არ უნდათ, ხო, დეკლარირებულები არიან ამ საკითხში. ნახეთ, ებრძვიან ყველაფერს, ნახეთ, მათ გამოუცხადეს ყველაზე ესეთი ყველაზე კარგად შექმნილ ინსტიტუტებს. ნახეთ, ბენდუქიცის უნივერსიტეტი, რომელიც ყველაზე პოპულარულად ითვლებოდა, კარგი იყო თუ რაღაც ევროპულად ითვლებოდა, იყო TBC-ის ბანკი, ასეთივე, რომელიც კარგად მუშაობდა, და ილიას უნივერსიტეტი გამოაცხადეს ყველა სამივე ბუდეთ და ყველას მიადგინეს სათითაოდ რამოდენიმე, თუმცა გაუქმება ვერსეთის ვერ შეძლო ჯერჯერობით, მაგრამ ფაქტია ყველაფერს იქ სადაც ევროპა იყო, მეტად შემოსული მიადგინდა. ახლა ბოლონიის პროცესს ნამდვილად გააუქმებენ. მიდის რომ ახალი კომიტეტი აქვს შექმნილი და უნივერსიტეტების გაერთიანება სულ, რატომ ჩვენ ხო ავტორიზაცია ვერ მოგვიხსენს, ახლა შეიძლება გაგვაერთიანო. უკვე თავისთავად ხდის რომ ჩვენ უკვე ვიცით რომ იქ ვერ მოხვდებით. მე პირადად 2012-ში გამიშვეს იმ უნივერსიტეტიდან, ჯავახიშვილიდან. ზუსტად იქ ბრალდება მქონდა, არასოდეს არ ყოფილა ნაციონალური მოძრაობის წევრი, არც პარტიის, არც საერთოდ მაინც არ გამოირჩეოდა. მე მომწონს რომ ინტელექტუალის მოვალეობა თუ რამე ხარ, არის კრიტიკა ხელისუფლების ყოველთვის. შეიძლება გადაწყვეტილება სხვა მიიღო არჩევნების დროს, მაგრამ ის რაც არ მომწონს, ყოველთვის უნდა ამბობდე. თავარი ჩემთვის არის სახელმწიფო. სიმართლით რაღაცას, მაგრამ ჩემთვის დაუცნობელია ეს პრინციპი, რასაც ესენი აკეთებენ. ჩვენ მივდივართ რუსეთისკენ, ამ ჩვენ შევედით, აი ერთხელ მაინც თუ გაგიხსენებიათ ამ რაც ესენი არიან, რომ მათ ოდესმე ეთქვათ, რომ რაღაცას აკეთებენ ან აფხაზეთის დასაბრუნებლად, ან ცხინვალის რეგიონში. ეს ყველა ხმაური, რომელიც უფრო და უფრო ძლიერდება ამ სივრცეში, ეს ყველა ხმაური მხოლოდ იმის გამო, რომ ჩვენ საერთოდ დავივიწყოთ ეს პროცესი. რომ პირდაპირ გვეუბნება თუ რუსეთში არ იქნებით, თქვენ აფხაზეთს ვერ დაებრუნებთ. თუ თქვენ რუსეთთან არ იქნებით, თქვენ ცხინვალის რეგიონს ვერ დაებრუნებთ. ნახეთ, ვის მისცეს ახლა ამ დროს? ვის მისცეს ის აქ უვიზო რეჟიმი მისცეს იმ ქვეყნებს, რომელსაც აქვს აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარებული და ცხინვალის. ნახეთ, ესე იგი, აქ ხომ ეჭვიშეპანა შეიძლება რომ ეს ხელისუფლება შევს რუსეთს. გასვოთ მისაც ბრალდებოდა. რომ არა უსამშობლოებს ხო ახალს ეძახიან, რომ მოკავდა ჩინელები, დახედეთ რა ხდება ამ პროცესთან დაკავშირებით თუ გდებავთ, ხო? ისაც ეს იმიტომ ამბობ. ხო, ამას ვამბობ ხა, მიშას ეხა ბრალდება, რომ ის იყო მარიონეტი რაღაც deep state-ის თუ არ ვიცი რაღაცის და ეხა მყარდება ნამდვილი დამოუკიდებლობა. ჩვენ გვაქვს რეკლამა და რეკლამის შემდეგ ლაშა შენთან მექნება ეს შეკითხვა, ბატონ ბეჟანი ფიქრობს, რომ უკვე მართავს რუსული რეჟიმი. ანუ რეალურად დამოუკიდებლობა აღარ აქვს. ამიტომ ეთახმები ამას. შენ ამაზე რეკლამის შემდეგ ვისაუბრებ. მაშასე ჩვენ დავბრუნდით ეთერში, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, დღეს 26 მაისია, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და ვსაუბრობთ რამდენად ვართ რეალურად დამოუკიდებლები. ხელისუფლებამ დღეს გამოგვიცხადა, რომ ასეთი დამოუკიდებლობა საქართველოს ჯერ არასდროს არ ყოფილა, წინა ხელისუფლების დროს სუვერენიტეტი საერთოდ დაკარგული გქონდა, თუმცა ჩვენთან სტუდიაში მოსული სტუმრები ამ აზრს არ ეთახმებიან, მაგალითად ბატონი ბეჟან ჯავახია, რომელიც ერთ-ერთი ჩვენი სტუმარია, ისტორიკოსი, საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენის საბჭოს წევრი, ამბობს, რომ დღეს საერთოდ რუსული რეჟიმი გვართავს. ჩვენ მეორე სტუმარი არის ლაშა ტუღუში, ლიბერალური აკადემიის თავმჯდომარე, საზოგადოებრივი მოუწყობის ბორდის წევრი და ბატონ ლაშა, როგორც რეკლამამდე ვთქვით, თქვენთან გადმოვალ შეკითხვით, რამდენად ეთახმებით, რომ დღეს ფაქტობრივად რუსული რეჟიმია ქვეყანაში. ეხლა ის პოლიტიკა, რაც ხორციელდება, რადგან მეც ვისაუბრებ, ბატონ ბეჟანი საუბრობდა, ვის ინტერესია, ცხადია რუსეთის ინტერესია, ხა როგორ შეიძლება ასე რეკორდულად სწრაფად გადაიმტერო მთელი მსოფლიო ფაქტობრივად, ანუ მსოფლიოს ის ნაწილი, რომელიც არის განვითარებული, დემოკრატიული და არის შენი ბუნებრივი მოკავშირე და ამავ დროს არის შენი მომავალი, ასე ვთქვათ, პოლიტიკური სივრცის, ასე ვთქვათ, შემადგენელი ნაწილი. ანუ ჩვენ გვინდა ვიყოთ ევროკავშირის წევრები და ერთი-ორი გამონაკლისის გარდა პრაქტიკულად ყველა ლიდერი ევროკავშირის ქვეყნების და თუ დიდ ქვეყნებზე ვისაუბრეთ, რომელსაც გარკვეულწილად მეტი გავლენა აქვს პოლიტიკურიც, ეკონომიკურიც და სხვა ტიპ სოციალურ სფეროზე ზემოქმედებს ამ შემდეგ, ყველა მიგიჩნევს რაღაც ძალიან ასე ვთქვათ შავნელ ფერებში და დღევანდელმა განცხადებამაც კიდევ დაადასტურა ის, ხო, სადაც ახლა მაკრონიც და მერცის და სხვა ლიდერები ასეთი ფორმით მოგიხსენიებენ, ხო, რომ
სულ აგაგდა ქართველ ხალხს უნდა ცივილიზაცია და თქვენ ვინ ხართ ეუბნებიან ისინი რომ ხელს უშლით თქვენს მოქალაქეებს ხო ამაში რადგან ახსენეთ წავიკითხავთ მეტი რა უნდა გააბდიო მსმენელებისთვისა და ტელემაყურებლებისთვის ამ განცხადებას სამი ქვეყნის ლიდერი, ასე ვთქვათ, საფრანგეთის, გერმანიის და პოლონეთის ვაიმარის სამკუთხედი ეგრეთ წოდებული აუცილებს განცხადებას საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით სურს ქართულ ხალხს სოლიდარობის და მეგობრობის მესიჯი გავუგზავნოთ და დავადასტუროთ ჩვენი ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული თეანობისა და სუვერენიტეტის მიმართო, ნათქვამია მაკრონის, მერცის და ტუსკის განცხადებაში. საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონი, პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი და გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი ქართველი ხალხის დემოკრატიული და ევროპული მისწრაფებების მიმართ ხარდაჭერას გამოხატავენ და საქართველოს ხელისუფლების იმ ქმედებებს გმობენ, რომლებიც ქვეყანაში დემოკრატიულ უკუსვას იწვევენ. ციტატა ხარს უჭერთ ქართველი ხალხის დემოკრატიულ და ევროპულ მისწრაფებებს. ეს მისწრაფებები ასახავს სურვილს ევროპული ოჯახის ნაწილი გახდნენ. გმობთ საქართველოს ხელისუფლების ყველა ქმედებას, რომელიც იწვევს დემოკრატიულ უკუსვას და სამოქალაქო საზოგადოების მედიისა და მთავრობის მიმართ კრიტიკულად განწყობილი ადამიანების წინააღმდეგ თავდასხმებს. გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება დაცული უნდა იყოს. გადაჭარბებული ძალადობის შესახებ ცნობები უნდა გამოიძიონ. კანონები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ევროპულ სტანდარტებს, უნდა შეიცვალოს და აუცილებელი რეფორმების პროცესი უნდა განახლდესო, აღნიშნულია განცხადებაში. სამივე ქვეყნის ლიდერები აცხადებენ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან დიალოგი უნდა აღადგინოს და ქართველ ხალხს ევროპულ გზასთან დაკავშირებული შესაძლებლობები არ უნდა ჩამოერთვას, ნათქვამია ამ განცხადებაში და აქვე მარემ წავიკითხავ, როგორ უპასუხა ამას შალვა პაპუაშვილმა, რომელიც ასე ვთქვათ, ევროპელების მოპასუხეთ იქცა ამ ხელისუფლებაში. შალვა პაპუაშვილი ამბობს ასეთ რამეთ მაკრონის და ტუსკის მერცის, მაკრონის და ტუსკის განცხადებასთან დაკავშირებით. სამარცხვინო თავდასხმა ქართულ ხალხზე და ქართულ სახელმწიფოზე. განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. ამასთან ესეთი მოკლე კომენტარი ჰქონდა ამ თემასთან დაკავშირებით. არ ვიცი, რას ფიქრობთ თქვენ, ახლა ლაშამ ახსენა ეს განცხადება, ევროპული სამი ძლიერი ქვეყანა ასეთ განცხადებას ავრცელებს და პასუხი არის ასეთი, რომ ეს არის თავდასხმა. დამოუკიდებლობის დღეს თავს დაგვესხნენო, ამბობს ბატონი პაპუაშვილი. ესეც მე შემიძლია რომ პირდაპირ ანალოგი მოვიტანო 1921 წლის ამბებისა, და ზუსტად ესე იყო ფილმების გადაიღეს, ხო გახსოვთ, დაცინვის რომ ევროპა რო ჩამოდიოდა აქვს წითელი მასკარადი და რაღაცა, ხო გახსოვთ რომ ისინი ასევე პასუხობდნენ ევროპას, რომ ისინი გვართმევდნენ ყველა კულტურას, ესენი ქვიდან ნაციონალურ კულტურას და ასე შემდეგ. ამიტომ ეს არ არის, აი ტერმინები ხო ნახეთ რომ აგენტი ვთქვათ არა, შპიონი ვთქვათ არა, უცხო ქვეყანა, ეს ყველა ტერმინი ზუსტად იგივე, რაც 1920 წელს გასამართლებლებში არის. 27 წელს არ მაგა 24 წელს, ანუ პირველსავე ეტაპზე, როგორც კი დაიწყეს 21 წელს მათ ეს ომი. და სხვათა შორის მათ გაანადგურეს მართლაც აი ეს აკის პახში დასაფლავებულები, მუდმივად აი მათი პატივისცემით, აი კოტე აფხაზი, ეს ბარდენ წულუკიძე, ხიმშიაშვილი, აი ქართული არისტოკრატიის საუკეთესო ნაწილი დახვრიტეს ბოლშევიკებმა და იმ ადამიანებმა თქვეს მაშინ რომ ჩვენო ეს რა ქვია, კოტე აფხაზი ამბობს, რომ ჩემი სიკვდილი ქვეყანას გამოუდგებაო და მადლობა უფალსო, რომ ამის საშუალება მომეცაო, რომ ასე გავწირო თავი. ეს არ არის ახალი, უბრალოდ ჩვენ ამ ისტორიას არ ვსწავლობდით 21 წლის ისტორიას, ახლა როცა ამის სწავლა დავიწყეთ, პრინციპში ესენი რაღაცნაირად იქნება. არა, მე ვფიქრობ, აი გასაოცარი არის, რომ აქ ავანგარდში არის ეს პაპუაშვილი, რომელსაც ევროპული განათლება აქვს მიღებული. ეს ადამიანები წერენ. ევროპული განათლება აქვს მიღებული. ყველა ეს ადამიანები წერს, რომ ვინც მუშაობდნენ არასამთავრობო ორგანოებში, სწორედ ეს პაპუაშვილი და სხვები, წერენ, ვინც არასამთავრობო ორგანოებში მუშაობს, ისინი არიან აგენტურა. ამიტომ თვითონ მუშაობდნენ, ყველაზე მეტი თანხა აქვს მათ მიღებული. შალვა პაპუაშვილი საერთოდ გერმანულ ფონდს წარმოადგენდა და თვითონ არიგებდა ამას, რა ქვია. გრანტებს არასამთავრობო ორგანიზაციებს. ისინი უბრალოდ ერთგულებას უმტკიცებენ პუტინს, ერთგულებას უმტკიცებენ რუსეთს. ისინი ყველანაირად, იმიტომ საშიში არის ყველა დღე ამ ხელისუფლების, რომ მათ უკვე სხვა გზა არ დაიტოვეს თვითონ
რომ გარდა იმისა, რომ რუსეთის კალთაში ჩაისდენ მთლიანად და ამიტომაც არის მე მეშინია, იმიტომ რაღაცა ცუდი წინაგზობა გვაქვს, იმიტომ რომ აი მარო მაყაშვილი წერდა რომ აიო გავიგოთო ბევრი რუსი დაგროვდაო ქვეყანაშიო, რაღაც ეგეთ პროცესებს ხედავ რომ რაღაც საშიშეო. იგივე ხდებოდა 1900 აი ვთქვათ რომ ვითომ მოსკოვის პუჩი და გადატრიალება და რაღაც ძალები აღმოაჩენს რომ რაღაცა ხდება და იქეთ მაშინ ჩვენ გვაბრალებდნენ რომ ჩვენ არ გვინდოდა დამოუკიდებლად თვითონ ეგრევე ესენგეში შევიდნენ ანუ რაც ერქვა იმაში ხო ამიტომ ჩვენ მას გვაბრალებდნენ იქ ეგრევე არ შესულა მაგრამ პრინციპში დღესვე და ძიმე პროცესების შემდეგ შევიდნენ მაბატი 3 მინისტრი აფხაზეთის ომის აფხაზეთის ომი დაჭირდა ამას კი 94 შევეთრიე რუსეთს 94 წლის პირველ მარტს მინისტრები იქამდე კვირაიას ის რა ქვია ის ვარდიკოს და ესე ყველა და ის გიორგაძე მოსკოვიდან ჩამოყალიბდა მინისტრები ხარდა ხო ძალოვანი ყველა მინისტრი იყო რუსი ანუ ის შესვლაც არ უნდა როგორც ახლა აღმოჩნდა რომ კი პირდაპირ აი თავარი მავიცდებოდა მართლა ფარცხალაძე პროკურორი თავარი რომელსაც ყველა ბრალდებები დაწერა პირდაპირ რუსი არც მალავს აი მისი რა ქვია გვარიც გადაიკეთა გვარიც იქ დადგა რომანოვი როგორ გახდა პირდაპირ მეფის გვარი როგორ და არც ამათ სასამართლოს თულუკიან სასამართლოს იუსტიციის მინისტრი ხო იყო არცეც არ დაუწყია ამ საქმეზე გამოძიება რა მოხდა აი ამერიკა თან სხვათა შორის კიდე მთავარი გავიცემა რომ ბიძინაც და ეს ფარცხალაძე უმეტესობა რუსეთისთან თანამშრომლობისას ქვეყნის საწინააღმდეგო თანამშრომლობისათვის არიან დასანქციონირებულები. აი ამას არ გვაქვს საქმე, ამიტომ კიდე ერთხელ ვამბობ რომ ქართველმა ჩვენ უნდა გავაკეთოთ ანტისაოკუპაციო მოძრაობა უნდა შევხვდეთ, იმიტომ რომ ეს არის რუსული რეჟიმი და არა რაღაცა დემოკრატიის პრინციპები გვაკლია ამ ქვეყანაში, არა? კიდევ რამდენი არა ის როგორ შეიძლება ამ რეჟიმის ქვეშ დემოკრატია იყოს ხო რუსული რეჟიმის ქვეშ კიდევ რამდენიმე ციტატას წავიკითხავს მაგალითად მიხეილ ყავაშვილმა თქვა სურს კაფეოდ განაცხადა რომ ჩვენ ღია ვართ თანასწორობაზე დაფუძნებული ნებისმიერი ურთიერთობისთვის ანუ ევროპას მიგვართავს არ დაუშვეთ რომ ქართველი ხალხი მსხვერპლად შეეწიროს გარკვეული ძალების ინტერესებს ანუ გარკვეული ძალები დასავლეთიდან ქართველი ხალხისგან სხვერპს მოითხოვენ ხო ირაკლი კობახიძემ როგორც თქვა ბოლო 2 საუკუნის მანძილზე საქართველოს არასდროს ყოფილა ისეთ დამოუკიდებელი როგორც არის დღეს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ საქართველოს კლავაც გადის ბიბლიურ 40 წლიან მოსეს გზას აღთქმული ვიცისკენ და კიდევ ერთი საინტერესო განცხადება ამისი თავარი რასაც საბჭოთა ხელისუფლება აღვივებდა საქართველოში 35 წლის წინ სიძულვილი იყო დღესაც თავარი რის დათესაცვაც საქართველოს არაკეთილმოსურნე ცდილობენ არის ისევ და ისევ სიძულვილი ქართველებს შორის აქ საინტერესო არის თუ ყაველაშვილის განცხადებაში და კობახიძის ანუ არაკეთილმსურველები და ისინი ქართველი ხალხის ის ითხოვენ რუსები კი არ არიან მათ რიტორიკაში არამედ არის დასავლეთი რეალურად აი გინტურის ამბავი რომელიც რუსეთს შეეწირა რუსეთის ინტერესებს ხო ამბობს სხვა ქვეყნის ინტერესებს არ დაუშვებთ ქართველი ხალხის შეწირვას აი გინტურის სიკვდილი ხო რუსეთის ინტერესს შეეწირა 82-ია ხო რუსეთის ინტერესებს შეეწირა გამოიწიეს რომელიმე გამოიწიეს რომ აი ისინი ქართველები რომ რუსული ინტერესებს გამოძიებული არის დაჟილი არ არის არა ხო არა დაჟილი არ დაცარფილი გავაკეთებია და ნოტა გაუგზავნეს არამე ვინმეს რომ დამნაშავე რუსეთის ხელისუფლება თქვენს მაინც ახდება იმ ცხინვალში მაშინ რუსეთის ოკუპაცია როა თქვენს ხმა მოიღეს მაშინ გალში როგორი მონები ატყავთ ქართულად არ ლაპარაკებენ სადმე დასვეს ეს საკითხი საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენ დახმაროთ საერთაშორისო სწორედ ამიტომაც არის რუსეთის საქმეს აკეთებენ რომ ჩვენ თუ ევროპას მომიმდურებ და გადავიკეთებ ეს საკითხები სად შეიძლება მოვაკლაროთ ამიტომ არის რომ ექსაშიში ყველა დღე აი ესე ხო მე მინდა ახლა მომავალზე ვთქვა რა ბოლოსკენ რომ აი როგორ წარმოგიდგენიათ მოვლენების განვითარება აი ასეთ ვითარებაში როცა ასეთი განცხადებები კეთილ და პარალელურად ამბობენ რომ აგერ მზად ვართო თანასწორ უფლებიანობა თუ გინდათ ურთიერთობაო აღვადგენთო და მაკრონის და ეს განცხადებაში რადგან არჩევნები არ არის ნახსენები ბევრმა მაგალითად ასეც აღიქვა რომ აი ახალ არჩევნებს აღარ ითხოვენ და შეიძლება მალე ლეგიტიმურობაც აღიარონ. ეხლა კი ითხოვენ კანონები უკან წაიღეთ ოპოზიციას დაელაპარაკეთ პატრიონი გამოუშვით მაგრამ ახალი არჩევნები აღარ არის ნახსენები. შესაბამისად იქნებ მათაც აღიარონ ამათი ლეგიტიმაცია. გვახსოვთ ეხლა მაკრონს ხელო ჩამოართვა ერთ აზრზე ვართო კობახიძემ უთხრა. ჩემ მოსაზრებას გეტყვი აი ხა იგივე ეს განცხადება წაიკითხე იქ ერთი მხრივ ჩანს კრიტიკა, თუმცა კრიტიკა ძალიან ესეთ სერიოზული, დაგმობის ფორმა, აგრეველიც, მაგრამ მეორე მხრივ გეუბნება, რომ გააუქმე ეს არადემოკრატიული კანონები, გაათავისუფლე პატიმრები და დაუბრუნდე ევროპულ გზას. ანუ ევროპა როგორც ყოველთვის არის საკმაოდ დიპლომატიური, შეიძლება ესე ვთქვა და ის გიტოვებს ყოველთვის შანსს
რაღაცა შეცვალო უკეთესობისკენ და ამავდროულად არაერთი განცხადება იყო ამ დღეებში, სადაც სხვა დონეებზე, სხვა შორის, როდესაც ისინი ამბობენ, რომ გაკვირვებულები არიან იმითი, რომ საქართველოსთვის გახსნილია კარი, გახდე აი ამ უდიდესი ცივილიზაციის ნაწილი და რატომღაც ესეთი რაღაცა გაუგებრობები ხდება, უკუღმა მოქმედ იმის მაგალითად კარი გახსნილ კარში შეხვიდე და შეაბიჯო და ამ პროცესში მიიღო მონაწილეობა, რომელიც თუ ამას გააკეთებდი, ძალიან სწრაფად, დიდი ალბათობით დამთავრდებოდა იმითი, რაზედაც ვოცნებოთ მთელი ეს ნორმალური, ასე ვთქვათ, ესა ხო, ნორმალური ოცნებით, ხო, ჩვენ საქართველოს მოქალაქეების უდიდესი ნაწილი, რაღაცა ესეთი ნაწილი კი უდიდესი ნაწილი, რო გვინდა ევროკავშირის წევრობა. არა ევროპული ზოგადი რაღაც საუბრები, როგორცაც ესენი ამბობენ, რომ იცი რა, ჩვენ სხვა ევროპა ვიცოდით და თურმე ორი ევროპაა და ეს სამარცხვინო ევროპა, რომელიც დღეს არის რაღაცა მიტიური, რა ვიცი მე, რა ქვია, რიჩარდ ლონგურის დროინდელი ევროპა უნდა და რაღაცები ჩვენებად. ჩვენ გვინდა ევროკავშირი. მიუხედავად იმისა, შეიძლება კრიტიკული იყო მათ შორის ევროკავშირის მიმართ, მაგრამ სხვა ევროპა არ არსებობს, ეს არის ევროპა რა. ეს გვინდა და ეს ხალხი ამისგან გვაცილებს რა. და ამ განცხადებას თუ დავუბრუნდებით, ეს განცხადება მე ვიტყოდი ძალიან ზედმეტად კორექტულიც კი არის. მაგრამ მიუხედავად ამისა, რას ამბობენ, ხო, ამ განცხადების თავაზე, მათ შორის ბატონი პაპუაშვილი, ხო, რომ ეს არის ქართველი ხალხის მიმართ რაღაცა თავდასხმა და ასე შემდეგ. ეს სასაუბრზეა. როგორ ხო, თან რა შვაშია ქართველი ხალხი აი ამ განცხადებაზე. ვის ესა ქართულ ხალხს ულოცავენ. ისინი ულოცავენ და გეუბნებიან, რომ ნუ ექცევი ქართულ ხალხს ესეთნაირად. და თელმა მსოფლიომ იცის რა, ეს ხო არ არის რაღაცა ჯურღმულში, რაღაცა სადღაც მოხდა ამბავი, რომ ვერ გაიგო. მზისით, დღისით, ღამით, რა ვიცი, ყველა თელი დედამიწის თვალწინ ხდებოდა ის რაც ხდებოდა და გრძელდება, ხო? მატულობს რა. დანაშაული მატულობს, სწორედ ქართველი ხალხის წინაშე, როცა აპატიმრებ ახალგაზრდებს, როდესაც აპატიმრებ პოლიტიკურ ოპოზიციას, როდესაც ანგრევ დემოკრატიას ქვეყანაში, როდესაც ყველა ნაბიჯი, რომელიც გადადგი, არის კრემლისკენ მიმართული, იმიტომ რომ ანტიდასავლურია და ანტიდასავლური რაც არის, აი ამ გაცოცხლებული, ამ ბოროტი იმპერიას, რასაც რუსეთი ქვია, იმის წინ რო ამას აკეთებ, ეს რა არის? ეს არის იმათი თამაში, აბა ვისი თამაშია და როდესაც შენ ამას აკეთებ, რაზე საუბრო, რა ეს არის აგრესიული ნაბიჯებზე ლაპარაკობს დასავლეთის. ისინი კიდე ხელს გიწვდიან, კიდე ცდილობენ რაღაცა იქნებ მოტრიალდე, იქნებ რაღაცა მოხდეს ისეთი, რომელიც ძნელად დასაჯერებელია და კიდე იქით ურთხამენ წიგს. რატომ? იმიტომ რომ ვიმეორებ ამათ უნდათ შექმნან თავისი ჭკუით, შექმნან დასავლეთის როგორც ქართველი ხალხის მისი იდენტობის, მისი მომავლის მტრის ხატი. ამაზე მუშაობენ. ამაზე ვინ მუშაობს? ამ ხატის შესაქმნელად მუშაობენ რუსები, კრემლი და მუშაობენ ესენი. აბსოლუტურად იდენტური ნარატივებია რა. რომ დასავლეთი გვებძვის, რას იძახის პუტინი, რას იძახიან ესენი რა. დასავლეთი გარყვნილების ბუდე, დაპყრობა უნდათ, სისხლი წყურიათ, ომში გვითრევენ, რაღაცა ვითომ ხუთი ოჯახი მართავს დედამიწას, რაღაცა ბოდვები. რას ლაპარაკობენ საერთოდ და ვიღაცები ხარისხდაცული ადამიანები, რავი, საოცრებები გვესმის რა. გაგიგ უცხოეთში მიღებული განათლების მქონე ადამიანები ლაპარაკობენ რაღაც საოცრებებს რა. და არიციან რომ ეს რაღაც აბსურდია, რას ნიშნავს ომში გვითრევენ, თუ არ გინდა ომში მონაწილეობა, ვინ გითრევს, რას ნიშნავს სად გაგონილა რომ ვინმე ომში ითრევენ რაღაცა და რა არის დამამტკიცებელი რა, ვიღაცა მოვიდა ყურში რაღაცა მითხრა ორაზროვანი, ეს ნიშნავს ომში მითრევენ. და ომში ჩათრევა ესე ხდება, ვისაც ორი წიგნი აქვს წაკითხული, ძალიან კარგად იცის ეს ომის თემა როგორ გორდება და რა ნაბიჯები იდგმება, სად არის, სად ჩანს, არსად არ ჩანს, რას ნიშნავს ომში მითრევა, რას ნიშნავს deep state,
რა ტერმინებია? ჯერ ერთი სადმე თუ ვინმე ლაპარაკობს ამერიკაში ამ ტერმინს, აბსოლუტურად სხვა კონტექსტი აქვს ამას. სხვა მნიშვნელობა აქვს ამას. ტრამპი, რასაც გულისხმობს Deep State-ში, იმას ესენი არ გულისხმობენ, ესენი სხვა რამეს გულისხმობენ. აბსოლუტურად სხვადასხვა რამეა ეს. იმათი შეხედულება და ამათი შეხედულებები. ამიტომ აი ხო და სულ ვიმეორებ ერთი და იგივეს. მერაბ რა. ყოველი დღე, ყოველი მომდენო დღე როთენდება ფიქრობ რომ აი ახალ რაღაც მარგალიტს გადმოაგდებენ რა. რომელიც კიდევ და კიდევ ასე ვთქვათ, კიდევ და კიდევ აუარესებს მდგომარეობას აი ამ ქვეყნისა. მადლობა და გადაცემის ბოლოს ავკითხავ ზელენსკიმ გაავრცელა მოლოცვა ქართულ ენაზე დაწერა პლატფორმა X-ზე ულოცავ ქართულ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს და გულწრფელად უსურვებ რომ საქართველოს იყოს ძლიერი და ბედნიერი უკრაინელები ყოველთვის გრძნობდნენ თბილ ემოციურ კავშირს საქართველოსთან ჩვენმა სახელმწიფომ მხარი დაუჭირა საქართველოს სუვერენიტეტსა და თავდაცვას 2008 წელს რუსეთის შემოჭრის რთულ პერიოდში და ჩვენ ყოველთვის გვერდით ვიქნებით ხალხების ევროპის ყველა ხალხის თავისუფალი და ღირსეული ცხოვრებისკენ ერთობლივ მისწრაფებაში, რაც წარმოუდგენელია უკრაინისა და საქართველოს გარეშე. მადლობა ყველას, ვინც მხარს უჭერს ჩვენს ხალხს, გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს, დიდება უკრაინასო, დაწერა ზელენსკიმ Twitter-ზე ქართულ ენაზე, როგორც გითხარით. ასეთი იყო ჩვენი გადაცემა. ანდარი ერთი რამე გითხრათ ხოლმე, რომ ნარჩენებს არ ეთქვენ. არც ზელენსკის ტერმინში, არც იქ არ არის მილოცვა ხელის მთავრობისადმი. მილოცვა არის საქართველოს ხალხს ულოცავენ. ამიტომ მათ არ ცნობენ ხელისუფლად. უბრალოდ რაც არის ამ წუთში, იმ ბანდას ხოვენ რომ ეს ყველაფერი უნდა გააკეთოთ. თორე რატო არ არის მილოცვაში არცაც არ წერია საქართველოს ხელისუფლად პრეზიდენტს ხო ესე იწერება ყოველთვის არა? ამიტომ ნუ გატყუებენ, ესეთი არ არის ახლა მართლა პაპუაშვილი სანამ ევროპაში წავიდა, უფრო ადრე შემოყოფილა, ასე რომ ვერ მოგატყუებენ. თუმცა სამანე. ეჟან ჯავახია, ისტორიკოსი, საქართველოს პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, ლაშა ტუღუში, ლიბერალური აკადემიის თავმჯდომარე, საზოგადო მაუწყებლის ბორდის წევრი, იყვნენ ჩვენი სტუმრები. ასეთი იყო ჩვენი დღევანდელი გადაცემა. მე ხვალამდე გემშვიდობები და კიდევ ერთხელ გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს. პალიტრა ნიუსი, ახალი ამბების ტელევიზია. ქვეყანა იმით კი არ არის უძლური, რომ ღარიბია, არამედ იმით, რომ ცოდნე გონება გახსნილი გულ განათებული კაცები არ ჰყავს. ილია ჭავჭავაძე. პალიტრა ნიუსი, ახალი ამბების ტელევიზია.